შეეხება ირანის პოზიციონირებას, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ ირანი გახდა რეგიონში დომინანტი სახელმწიფო, რეგიონული ჰეგემონი, შეიძლება ესეც უწოდოთ, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად ძლიერი სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოთამაშეა, ვიდრე მისი ნებისმიერი მეზობელი, იქნება ეს სპარსეთის ყურის მონარქიები, თუნდაც ისრაელი, აღარ ვამბობ მაგალითად პაკისტანი და მის რაღაც ერაყი და ასე ვთქვათ, ესეთი მეზობლები, ასევე მისი ასე ვთქვათ, ჩრდილოელი მეზობლებიც, იქნება ეს თურქეთი თუ აზერბაიჯანიც, უკვე საომავლოდ იმ გეგმებს, რომ ისინი შეერთებული შტატების რაღაცა გეგმაში ჩაერთნონ, აი ამ პერსპექტივებს უფრო ფრთხილად განიხილავენ საომავლოდ, ასევე გამოირიცხა გარკვეულწილად ესეთი პროქსი ძალების საომავლო გამოყენებაც იქნება იგივე ეს ქურთების მომენტი, რომელიც იგეგმებოდა როგორც პოსტფაქტუმ გავიგეთ, რომ ქურთები უნდა ყოფილიყვნენ ერთ-ერთი დრაივერი აქტორი, რომელთაც უნდა მოეწყოთ შიდა არეულობა და სეცესიური პროცესები ირანში. ეს სცენარიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამოირიცხა და რჩება ერთ-ერთი ესეთი დიდი კითხვის ნიშანი ჰეზბოლა ისრაელის დაპირისპირების საკითხი, თუ ისრაელი განაგრძობს ჰეზბოლასთან დაპირისპირებას, ირანს აქვს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა და უფლება, რომ ამ შემთხვევაში ისრაელთან განაგრძოს კონფლიქტი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი აი ამ ყოვლისმომცველ ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებას არ შეასრულებს ლიბანის მიმართულებით ისრაელი, მაშინ შესაძლებლობა, რაც ბუნებრივია, ექნება ირანს, რომ მანაც ამ მიმართულებით დაარღვიოს ეს ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება, თუმცა ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში თუ განვიხილავთ, ჰეზბოლასთან დაპირისპირებაც რეალურად ისრაელს ამ მომენტისთვის უკვე აღარაფერს არ აძლევს, იმიტომ რომ მან სტრატეგიული მარცხი იწვნია რეგიონული მასშტაბით და ასე ვთქვათ, ჰეზბოლას დამარცხება და დამარცხება და კონფლიქტში ყოფნა რეალურად ამ მომენტისთვის დამატებითი ხარჯი, დამატებით თავის ტკივილი, ანუ არაფრის მომცემი აქცია არის თელ-ავივის პერსპექტივიდან.